მოგესალმებით, წარმოგიდგენთ მასწავლებლთა პროფესიულ განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილ პორტალს, რომლის მიზანია დაეხმაროს სკოლებს მასწავლებლთა პროფესიულ განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში სკოლის საჭიროებების შესაბამისი ფუნქციების შერჩევის პროცესის ორგანიზებასა და საგანმანათლებლო რესურს ცენტრებთან კომუნიკაციაში. Am ვიდეოში გაგაცნოთ, როგორ გადახედოთ სკოლის საჭიროებების კითხვარების ანალიზის შედეგად გამოვლენილ საჭიროებებსა და გენერირებულ ფუნქციებს, როგორ შეარჩიოთ თქვენი სკოლისთვის პრიორიტეტული საჭიროებები და ფუნქციები, სრული შემთხვევაში დაამატოთ საჭიროებები და დაარედაქტიროთ ფუნქციები და როგორ გაუზიაროთ საჭიროებების შესახებ ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურს ცენტრს. ეს არის პორტალი. მისი მისამართი საიტზეა და ეკრანზეა და თქვენც ბუნებრივია რომ უკვე იცნობთ პორტალს, იმიტომ რომ მონაცემების სტატისტიკური ინფორმაცია უკვე ამ პორტალზე სკოლებმა შეიყვანეს. ახლა მე გადავალ უშუალოდ პორტალზე და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები ყველა იმ ფუნქციონალს, რომლის გამოყენების საშუალება თქვენ გექნებათ უახლოესი დღეების განმავლობაში. პორტალზე შესვლისას სკოლას ხვდება მთავარი გვერდი, სადაც წარმოდგენილია 4 ძირითადი განყოფილება. პირველი გახლავთ სკოლები. Am პირველ განყოფილებაში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ და მართოთ თქვენი სკოლების შესახებ შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაცია, ის ინფორმაცია, რომელზეც უკვე გესაუბრეთ, წეღან და რომელიც უკვე შეტანილი გაქვთ საიტზე სკოლებს. მეორე განყოფილება გახლავთ საჭიროებები და ფუნქციები. Am განყოფილებაში თავმოყრილია სკოლის საჭიროებებისა და შესაბამისი ფუნქციების შესახებ ინფორმაცია და დღევანდელი ვიდეო ინსტრუქცია სწორედ ამ მეორე განყოფილებას ეხება. მესამე განყოფილება არის კითხვარები და შედეგები. აქ შეძლებთ სკოლის საჭიროებების კითხვარების შესაბასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მიღებული შედეგების ნახვას. ბოლო მეოთხე განყოფილებაა შეტყობინებები. აქ მიიღებთ სისტემის მიერ გამოგზავნილ მნიშვნელოვან შეტყობინებებს. მაგალითად, თუ სისტემის ფარგლებში, აი ამ სისტემის გამოყენებით მასწავლებლთა პროფესიულ განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაგზავნა ამავე ტიპის შეტყობინება. ახლა გადავიდეთ პირველ ეტაპზე, მეორე ჩანართზე, ეს არის საჭიროებები და ფუნქციები, სადაც უშუალოდ პირველ ეტაპზე მუშაობთ საჭიროებების ნაწილში. Როგორც იცით, სასკოლო საზოგადოებამ შეავსო სკოლის საჭიროებების კითხვარი, აღნიშნული კითხვარის შედეგებზე დაყრდნობით სისტემა ამუშავებს ინფორმაციას, განსაზღვრავს კონკრეტული სკოლის საჭიროებებსა და თითოეულ მათგანს უკავშირებს შესაბამის ფუნქციებს, სისტემის მიერ დაგენერირებულ მონაცემებზე იმუშავებს მასწავლებლთა პროფესიულ განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებმა, რათა გამოვლენილი საჭიროებები და შესაბამისი ფუნქციები მაქსიმალურად რელევანტური ყოფილიყო. გაითვალისწინეთ, რომ თუ სკოლა საკუთარი საჭიროებების შესწავლისას ყველა მიმართულებას ძალიან მაღალი შეფასებით შეაფასებს და კრიტიკული საჭიროება არ გამოვლინდება, სისტემა მაინც გამოიტანს რამდენიმე საჭიროებას, რომლებიც სკოლაში ობიექტური თვითშეფასების გარემოს შექმნასა და გაძლიერებას ემსახურება. ასეთ საჭიროებებს სისტემაში მითითებული აქვს სტატუსი რეკომენდირებული. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია რეკომენდირებულია სკოლამ გაითვალისწინოს სისტემის მიერ შემოთავაზებული საჭიროებები და აიღოს შესაბამისი ფუნქციები აღნიშნული საჭიროებებიდან. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ სკოლა მხოლოდ სისტემის მიერ გამოვლენილი საჭიროებით და გენერირებული ფუნქციებით არ არის შეზღუდული. პორტალში არსებობს საჭიროებებისა და ფუნქციების ბანკი, საიდანაც შეგიძლიათ აირჩიოთ და დაამატოთ ისეთი საჭიროება ან ფუნქცია, რომელიც სკოლის საჭიროებების კითხვარის ანალიზით არ გამოვლინდა, თუმცა სკოლამ ის სხვა გზით, მაგალითად სამოკვეთილო დაკვირვებით, ფოკუს ჯგუფებითა და სხვა მონაცემებით დაადგინა და მიიჩნია, რომ მასზე მუშაობა მნიშვნელოვანია. თუ საჭიროებათა ბანკშიც ვერ იპოვეთ ისეთი საჭიროება, რომელიც ფიქრობთ, რომ თქვენ სკოლას უდგას ამ სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროების დამატება შესაძლებელია ხელითაც. ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ ტრენინგზე განხილული პრინციპები, როგორ განისაზღვრება საჭიროება და როგორ ყალიბდება მასთან დაკავშირებული ფუნქცია. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ასევე, რომ თუ საჭიროებას თავად ამატებთ, მასთან დაკავშირებული ფუნქციის ფორმულირებაც თავად მოგიწევთ. ასევე უნდა შეიმუშაოთ ფუნქციის დეტალური აღწერა და საორიენტაციო გეგმა. სხვა შემთხვევაში სისტემაში გენერირებულ ყველა საჭიროებას უკვე ახლავს ფორმულირებული ფუნქციები, შესაბამისი აღწერებითა და საორიენტაციო სამოქმედო გეგმებით. ახლა დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს პლატფორმას, სადაც ვნახავთ, რომ საჭიროებები, როგორც უკვე გითხარით, მოცემულია პირველივე ჩანართში საჭიროებები და ეს გახლავთ საჭიროებები, რომლებიც კითხვარის შედეგად გამოვლინდა. მაგალითად, სასწავლო პროცესში ციფრული რესურსებისა და პლატფორმების ინტეგრაციის უზრუნველყოფა. ამ საჭიროებას თან ახლავს ფუნქციები,
წამყვანი მასწავლებლებისთვის და სპეციალური წამყვანი მასწავლებლებისთვის. ბუნებრივია ფუნქციები დაყოფილია სქემის 3 მიმართულების მიხედვით, ეს არის საგანმანათლებლო კვლევა, მართვა, ადმინისტრირება და სწავლა-სწავლება. შესაბამისად, ბუნებრივი არის, რომ ყველა საჭიროებას ყველა მიმართულებით არ აქვს ფუნქცია გააჩნია, რა ამოვიდა კონკრეტული სკოლის ფარგლებში, რა ფუნქცია, ხო? ახლა ეს ეკრანზე ხედავთ აი ამ საჭიროებებს, კონკრეტული სკოლის საჭიროებებს, ბუნებრივია კონფიდენციალურობის პრინციპს ვიცავთ და სკოლა არ ჩანს, სატესტო სკოლით ვართ შესული ამ შემთხვევაში, მაგრამ ეკრანზე კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, რომ არის კონკრეტული საჭიროებები პირველ გვერდზე საჭიროებების ჩანართში და ამ საჭიროებებს თან აქვს ფუნქციები. უბრალოდ ამ ეტაპზე მუშაობთ მხოლოდ საჭიროებების ნაწილზე, მაგრამ გირჩევთ, რომ ეხლა ბუნებრივია სწრაფად ვაკეთებ ამას, მაგრამ თქვენ დეტალურად გაიცნოთ იმ საჭიროებებს, რაც კითხვის შედეგად გამოვლინდა და შესაბამის ფუნქციებს, რომელიც აქ არის მოცემული. როგორც ახლა გითხარით, თუ ვერ აღმოაჩენთ ისეთ საჭიროებას, რასაც ფიქრობთ, რომ სკოლას ნამდვილად უდგას და სხვა მიზეზით არ გამოვლინდა კითხვაში, დაამატებთ ახალი საჭიროების დამატებით. კიდევ ერთხელ გავაკეთებ ამას, ხელმარჯვნივ ხედავთ ხილაკს, ლურჯად მოცემულ ხილაკს, ახალი საჭიროება, დავაჭერთ ამას და გამოვა ორი შესაძლებლობა ახალი საჭიროების დამატების. ეს არის საჭიროებათა ბანკიდან არჩევა და ხელით დაწერა. თუ მე დავაჭერ საჭიროებათა ბანკიდან არჩევას, ეს უკვე არის დადასტურებული საჭიროებები, ვერიფიცირებული საჭიროებები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტების მიერ, წამყვანი და სპეციალური წამყვანი მასწავლებლების ფუნქციებით. მოდით ახლა ერთად გავაკეთოთ. მე კიდევ ერთხელ გავაკეთებ ამის დემონსტრირებას, მოკეთ თუ საჭიროებები ვერ ვნახეთ სკოლის თვითშეფასების კითხვების ანალიზის შედეგად, აქ ეკრანზე თუ არ არის, ვაჭერთ ხელს ხილაკს ახალი საჭიროება, ვირჩევთ საჭიროებათა ბანკიდან არჩევას, აქ არის ყველა ის საჭიროება, რომელიც გამოვლინდა და რომელიც ბანკშია სხვა სკოლების შედეგად გამოვლინდა საჭიროებათა ბანკში ექსპერტებმა დაამატეს და გადავავლებთ თვალს, წავიკითხავთ დეტალურად და ვნახავთ, რომლის დამატება გვინდა. ბუნებრივია, ყურადღებით უნდა წაიკითხოთ ის საჭიროებები, რომლებიც უკვე გამოვლენილია თქვენი სკოლის საჭიროებათა კითხვების ანალიზით და მხოლოდ შემდეგ გადახვიდეთ ამ ჩანართზე, რომ ის საჭიროება დაამატოთ, რაც ჯერ თქვენი სკოლის ფარგლებში არ გამოვლენილა. აქ შეგიძლიათ, როგორც გითხარით, ყურადღებით წაიკითხოთ ყველა საჭიროება, რომელიც ბანკშია, ან მოვიქცეთ მეორენაირად. თუ უკვე ვიცით, რომ სკოლაში კონკრეტული საჭიროება არის გამოვლენილი, მაგალითად არის კონსტრუქტივიზმთან მიმართებით, აქ ჩავწერთ საძიებო ველში სიტყვას, მაგალითად კონსტრუქტივიზმი და როგორც კი დავიწყე სიტყვის წერა, ამომივარდა საჭიროება კონსტრუქტივისტული მიდგომების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა. ყურადღებით ვეცნობი ფუნქციებს და ვამატებ კონკრეტულ საჭიროებას ჩემს საჭიროებათა ბანკში. ასე შეიძლება ნებისმიერი საჭიროება დავამატოთ, აი მეორე საჭიროებაც, მაგალითად პედაგოგიური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების პრაქტიკაში გამოყენების უზრუნველყოფა. ბუნებრივია, შემიძლია, რომ ეს საჭიროებაც საჭიროებათა ბანკიდან დავამატო. შემდეგი შესაძლებლობა, როგორც შემიძლია მე დავამატო საჭიროება, ეს არის ხელით დავწერო. თუ ისეთი საჭიროება აღმოჩნდა, რომელიც არც თვითშეფასების კითხვების ანალიზის შედეგად გამოვლინდა და არც საჭიროებათა ბანკში, ბუნებრივია არსებობს ამის შესაძლებლობაც, სკოლას სხვა საჭიროება უდგას, შემიძლია რომ ხელით დავწერო. ამ შემთხვევაში მოდით ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ, როგორ იქცევა სკოლა, წერს საჭიროებას, აქ წერთ საჭიროებას. ბუნებრივია, აქ უნდა გაითვალისწინოთ საჭიროების ფორმულირებისას და ფუნქციების ფორმულირებისას ის გამოცდილება, რაც ტრენინგზე მიიღეთ და ისწავლეთ, როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ საჭიროება და ფუნქცია, თუმცა კიდევ ერთი რამე შემიძლია გირჩიოთ, მანამ სანამ თქვენ ჩაწერთ ხელით საჭიროებასა და ფუნქციას, ყურადღებით გადახედეთ უკვე სისტემის მიერ გენერირებულ საჭიროებებსა და ფუნქციებს, როგორც გითხარით, ეს ფუნქციები უკვე ვერიფიცირებულია ექსპერტების მიერ და თქვენ დაგეხმარებათ თქვენი საჭიროებებისა და ფუნქციების ჩამოყალიბებაში. ეს გზად შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ, მოკლედ აქ წერს საჭიროებას, მე ახლა კონკრეტულ საჭიროებას არ დავწერ, უბრალოდ გეუბნებით, რომ აი აქ უნდა ჩაწეროთ, შემდეგ ვირჩევთ სწავლების საფეხურს, სად ხვდება ეს საჭიროება, მხოლოდ საშუალო საფეხურზეა ჩემი აზრით, მხოლოდ საბაზო საფეხურზეა თუ სამივე საფეხურზეა. მე შემიძლია ერთდროულად მოვნიშნო სამივე საფეხური, რომელიმე ერთი ან რომელიმე ორი. შემდეგ ნიშნავს საგანს
საგნებს, რომელშიც არის. თუმე არც ერთი საგანი არ ავირჩიე, ზოგადი დავტოვე ამ შემთხვევაში, ესე იგი ვფიქრობ, რომ ყველა საგანშია გამოვლენილი. როგორც კი მე მონიშნას დავიწყებ, მაგალითად, მხოლოდ მუსიკაშია საჭიროება, ან მხოლოდ სახვითა გამოყენებით ხელოვნებაში, მაშინ მე ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ საგანს დავტოვებ. ბუნებრივია შემიძლია დავტოვო რამდენიმე საგანი, სახვითა გამოყენებითი ხელოვნება და ქართული ენა და ლიტერატურა მაგალითად. შემდეგ ვიწყებ ფუნქციის ფორმულირებას, მინიმუმ ერთი ფუნქცია უნდა ჩავწერო აქ ბუნებრივია, რაიმე ფუნქცია, ამ ფუნქციას შევუსაბამებთ მიმართულებას, სქემის, სწავლას ეხება მართვა ადმინისტრირებას თუ საგანმანათლებლო კვლევას, კატეგორიას ავირჩევ მასწავლებლის, რომელი მასწავლებლისთვის არის განკუთვნილი ფუნქცია, წამყვანი მასწავლებლისთვის თუ წამყვანი სპეციალური მასწავლებლისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი. ამის შემდეგ წერ დამატებით აღწერას, ანუ აქ არის მოცემული ფუნქციის დეტალური აღწერა, სისტემაში უკვე გენერირებულ საჭიროებებსა და ფუნქციებს ეს დეტალური აღწერა აქვთ, შესაბამისად შეგიძლიათ გადახედოთ და ანალოგიურად დაწეროთ თქვენს ფუნქციის დეტალური აღწერის გრაფაში. შემდეგ არის პრიორიტეტი, როგორ ვფიქრობ, ყველას აბსოლუტურად აქვს პრიორიტეტი, ხო? დაბალი პრიორიტეტია, საშუალო, მაღალი თუ კრიტიკული. ბუნებრივია ჩვენ მიერ გენერირებულ საჭიროებებსა და ფუნქციებსაც აქვს ეს პრიორიტეტი მინიჭებული. თქვენს უნდა განსაზღვროთ, რამდენად მაღალი პრიორიტეტი აქვს, კრიტიკული აქვს, საშუალო, მაღალი თუ დაბალი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ მეორე ფუნქციის დამატებაც მინდა, უნდა დავაჭირო ღილაკს ხელი ფუნქციის დამატება და ხედავთ, რომ მეორე ფუნქციის ანალოგიური გრაფა გამოჩნდა, შესაბამისი სხვა ჩანართებით, ასევე შემიძლია მესამე დავამატო და ასე რამდენი ფუნქციის დამატებაც მსურს წამყვანი მასწავლებლებისთვის ან წამყვანი სპეციალური მასწავლებლებისთვის ან მსურველთათვის, ბუნებრივია ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. ახლა დავაჭერ ხელს შენახვა და აღმოვაჩენ, რომ ეს კონკრეტული საჭიროებაც ჩემს საჭიროებათა ბანკში გადმოვიდა. ანუ არ აქვს მნიშვნელობა, მე სისტემამ თვითშეფასების ანალიზის შედეგად გამომივლინა, რომ ეს არის ჩემი საჭიროება. მე დავამატე ბანკიდან თუ ხელით, ყველა საჭიროება აღმოჩნდება ჩემი პორტალის პირველ გვერდზე, ეს არის საჭიროებების ჩანართი. და ხედავთ, რომ ყველა საჭიროება თავისი ფუნქციით აქ არის მოცემული, მაინც კიდევ ერთხელ გადახედეთ. რასაც გულისხმობთ. შემდეგ რაც დავასრულებ პირველ ეტაპზე მუშაობას, ანუ განსაზღვრავ ჩემი სკოლისთვის საჭიროებებს. ამ ეტაპზე ხა თქვენ ფუნქციებსაც შეხედეთ და ახალი ფუნქციაც დავამატეთ საჭიროებებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ფუნქციებზე მუშაობა დავასრულე. ამ შემთხვევაში დავასრულე მუშაობა საჭიროებებზე. პირველი ეტაპი სკოლებისთვის სწორედ ეს არის. დაასრულოს მუშაობა საჭიროებებზე, ამის ვადებსაც მოგვიანებით შეგატყობინებთ და შემდეგ გადააგზავნოს აღნიშნული საჭიროებები, როგორც ხელით დამატებული, ისე ბანკიდან ამოღებული და ისე თვითშეფასების კითხვა არის შედეგად გამოვლენილი რესურს ცენტრში. იმისთვის, რომ რესურს ცენტრში გაიგზავნოს თქვენი საჭიროება, უნდა დააჭიროთ ხელი ღილაკს გაგზავნა რესურს ცენტრში. მე ახლა დავაჭერ. და ყველა საჭიროება არის რესურს ცენტრში გაგზავნილი. კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ, რომ საჭიროებების განსაზღვრის შემდეგ სკოლა ინფორმაციას უგზავნის რესურს ცენტრს, ამისთვის შესაბამის ღილაკს ვაჭერთ ხელს. ბუნებრივია გაგზავნის გაუქმება შემიძლია კონკრეტულ ვადებში, ამ ვადების შესახებაც შეგატყობინებთ ინფორმაციას მოგცემთ ბუნებრივია და აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სკოლა რესურს ცენტრს აწვდის მის მიერ გამოვლენილი ყველა საჭიროების შესახებ ინფორმაციას. გავითვალისწინოთ, რომ შემდეგ ეტაპზე გადასვლას ვერ შეძლებთ, სანამ საჭიროებებს რესურს ცენტრში არ გააგზავნით. შემდეგი ეტაპი კიდევ არის უკვე ფუნქციებზე მუშაობა კონკრეტულად და მე ახლა გადავალ ამ შემდეგ ეტაპზე. ეს არის ფუნქციების შერჩევის ეტაპი და ეკრანზე უკვე მეორე გვერდს ხსნი, ეს არის ფუნქციების შერჩევა. და ხდება აი ასეთი ინტერფეისი. ხედავთ, რომ არც ერთ ყველგან წერია 0. ეხლა მოდით კიდევ ერთხელ ვთქვათ რა არის, რას ვხედავთ ახლა აქ. აქ ვხედავთ სქემის მიმართულებებს. ეს არის სწავლება, მართვა ადმინისტრირება და საგანმანათლებლო კვლევა.
აქ ყავთ შეყვანილი მასწავლებლების რაოდენობა, სტატისტიკური მონაცემები რომ ახსენეთ, თქვენ უკვე შეიყვანეთ სკოლაში რამდენი წამყვანი მასწავლებელია, რამდენი აირჩიეს სწავლასწავლების მიმართულება, ამ შემთხვევაში ჩანს რომ 2-მა, მართვა ადმინისტრირება აირჩია 4-მა, ხოლო საგანმანათლებლო კვლევა 1-მა წამყვანმა მასწავლებელმა. გვერდით შერჩეულ ფუნქციებში უწერია 0, იმიტომ რომ ჯერ თქვენ არ აგირჩევიათ ფუნქციები, მხოლოდ საჭიროებები განსაზღვრეთ. მას შემდეგ, რაც აქედან ჩვენ შევარჩევთ ფუნქციებს, ყველა შესაბამისი ფუნქცია აქ გამოჩნდება რაოდენობით. აქ თუ წერია 0, როგორც კი შევარჩევ სწავლასწავლების ფუნქციას, აქ დაეწერება 1. მაგრამ სანამ გადავალ ამაზე, მე უნდა დავაჭირო ხელი პრიორიტეტიზაციის განახლებას, იმისთვის რომ ჩემი საჭიროებები პრიორიტეტულად დაალაგდეს. მე ხა დავაჭერ ხელს, აი ამ ხილაკს. კი ბატონო. ავუბრუნდეთ ახლა ფუნქციის არჩევის ხილაკს. კი ბატონო, საჭიროებები უკვე დაალაგდა და საჭიროებების დაალაგებისას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ტრენინგიდან ინფორმაცია, სანამ ფუნქციების ხილაკს დავუბრუნდებით, რომ საჭიროებები ლაგდება 4 ძირითადი მიმართულებით. ეს არის სასწრაფო და მნიშვნელოვანი, რომელიც პირდაპირ მოქმედებს სკოლის მიმდინარე ფუნქციონირებაზე და ბუნებრივია სქემას პირდაპირ შეესაბამება. მეორე კვადრატში აღმოჩნდება ის მიმართულებები, რომელიც მნიშვნელოვანია, მაგრამ არც თუ ისე სასწრაფო, როგორც პირველ ბლოკში არსებული მიმართულებები. მესამე გახლავთ სასწრაფოა, მესამე კვადრატში აღმოჩნდება ის მიმართულებები, რომლებიც სასწრაფოა, მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვანი, ხოლო მეოთხეში შეიძლება აღმოჩნდეს თუ ასეთი იქნება საერთოდ, რომელიც არც სასწრაფოა და არც მნიშვნელოვანი. ეს არის გასათვალისწინებელი, რომ მე კი ვაჭერ ხელს პრიორიტეტიზაციის ხილაკს, მაგრამ პრიორიტეტიზაცია უნდა იცოდეთ, როგორ აკეთებს სისტემა, რის საფუძველზე აკეთებს პრიორიტეტიზაციას და კიდევ ერთხელ გახსენებ სატრენინგო მასალიდან ამ ამონარიდს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფუნქციის არჩევისას გაითვალისწინოთ არა მხოლოდ ის, რა შემოგთავაზეთ სისტემამ, არამედ ყურადღებით გაეცნოთ თითოეული ფუნქციის შინაარსს და შეაფასოთ. რამდენად მნიშვნელოვანია და აქტუალურია ის თქვენი სკოლისთვის ამ ეტაპზე. ასევე ყურადღება მიაქციეთ, რომელი საფეხურისთვის, საგნისთვის ან საგნობრივი ჯგუფისთვის არის განსაზღვრული კონკრეტული ფუნქცია. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ერთ და იმავე არეალის ფარგლებში ერთი და იგივე ან მსგავსი შინაარსის ფუნქცია, ბუნებრივია იქნება პორტალზე მსგავსი შინაარსის ფუნქციებიც, მხოლოდ ერთ მასწავლებელს უნდა შეურჩიოთ. ბუნებრივია არ არის სავალდებულო ერთი საჭიროების ქვეშ შემოთავაზებული ყველა ფუნქცია აირჩიოთ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოქმედ წამყვან მასწავლებლებსა და წამყვან სპეციალურ მასწავლებლებს სკოლამ უნდა გადაუნაწილოს ფუნქციების სქემაში მათ მიერ არჩეულ მიმართულებებში. აღნიშნული მონაცემები რამდენიმე წამყვანმა მასწავლებელმა, სპეციალურმა მასწავლებელმა აირჩია კონკრეტული სკოლაში კონკრეტული მიმართულება, სკოლებს როგორც უკვე წეღან გაჩვენეთ, შეტანილი გაქვთ პორტალზე. შესაბამისად უნდა განსაზღვროთ ფუნქციების რაოდენობა. ბუნებრივი აქ უნდა გაითვალისწინოთ არა მარტო მოქმედი მასწავლებლები, არამედ მსურველი მასწავლებლები და განსაზღვროთ ფუნქციების რაოდენობა ისე, რომ წინასწარ გქონდეთ გაანალიზებული რამდენი ვაკანტური ფუნქციის გამოცხადებას აპირებთ. ბუნებრივია ვაკანტურ ფუნქციებზე განცხადების მიღებისა და შესაბამისი პროცედურების შესახებ დეტალურად ერთ-ერთ მომდევნო ვიდეოში ვისაუბრებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა მოდით პორტალზე დავბრუნდეთ და ერთად ვნახოთ ჩანართი ფუნქციების შერჩევა და დავიწყოთ ფუნქციების შერჩევა. აქ როგორც უკვე გითხარით, ნარინჯისფრად ხედავთ, დაინახავთ მონიშნულს, ზედმეტად პოზიტიური, ანუ რეკომენდირებულია ამ ფუნქციის არჩევა. ეს არის საჭიროება, რომელიც სკოლას გამოუვლინდა, იმიტომ რომ ყველა მიმართულებაში პოზიტიურად, ზედმეტად პოზიტიურად ქონდა შეფასებული კონკრეტული დებულებები და ამ შემთხვევაში სისტემა მეუბნება, რომ მინიმუმ 1 მაინც ავირჩიო, მოდით ახლა ჩვენ 2 ავირჩიოთ. მე ახლა უკვე ამ ჩანართიდან დავიწყებ ფუნქციების არჩევა. ჩემი საჭიროებებია, უბრალოდ მე ჯერ არ ამირჩევია ფუნქციები და უნდა ავირჩიო ფუნქცია. ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, მაგალითად ეს გახლავთ საჭიროება, ვირჩევ ფუნქციას სწავლებაში, საგანმანათლებლო კვლევაში, ხედავთ რომ სწავლასწავლების 2 ფუნქცია შეიძლება იყოს რომელიმე საჭიროებაში, ან 1
ზოგჯერ შეიძლება 3-იც იყოს, მაგრამ თქვენ გადახედავთ და რომელსაც თქვენ რელევანტურად მიიჩნევთ, იმას აირჩევთ და ხედავთ, რომ გვერდით უწერია ვისთვის არის სპეციალური წამყვანი მასწავლებლისთვის თუ წამყვანი მასწავლებლისთვის. კონსტრუქტივისტული მიდგომების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა ის, რომ წეღან ბანკიდან დავამატე, მაგალითად ფუნქცია მასწავლებელთა მხარდაჭერა სასწავლო პროცესში კონსტრუქტივისტული მიდგომების ეფექტიან გამოყენებაში ვფიქრობ, რომ ჭირდება სკოლისთვის და ვირჩევ. ასევე ჩავალთ და ნებისმიერ სხვა ფუნქციას, მაგალითად შეიძლება იყოს შეფასების სისტემის ეფექტიანობის უზრუნველყოფა, ვირჩევ საგანმანათლებლო კვლევითან ფუნქციას, დირექციისა და პასუხისმგებელი პირების მხარდაჭერა მოსწავლეთა შეფასების მეთოდებისა და ინსტრუმენტების ვალიდურობის, სანდოობისა და ობიექტურობის კვლევაში. ხედავთ, რომ ეს არის წამყვანი მასწავლებლისთვის ეს ფუნქცია. შემდეგი არის დიფერენცირებული რესურსების შექმნა და სასწავლო პრაქტიკაში გამოყენების უზრუნველყოფა, ეს არის საჭიროება და აქედან შემიძლია ასევე აირჩიო რომელიმე ფუნქცია. ახლა აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ გეტყვით, რომ ასე ყველა შერჩეულ საჭიროებაზე, რომელიც სკოლას გამოვლინდა, არის შესაბამისი ფუნქციები, თუ მე ამ საჭიროებებიდან რომელიმეს ისე დავტოვებ, რომ არც ერთს არ ავირჩევ, მაგალითად, სასწავლო გეგმის ანალიზისა და გადახევლის ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფა. შემიძლია არც ერთი ფუნქცია არ ავირჩიო ამ სასწავლო წელს და სისტემა ბუნებრივია გამიშვებს, იმიტომ რომ მე მაქვს ვალდებულება, რომ ყველა საჭიროება რესურს ცენტრში გავაგზავნო, მაგრამ არ მაქვს ვალდებულება, რომ ყველა საჭიროებიდან ამ სასწავლო წელს ავირჩიო ფუნქცია. ბატონო, მოკლედ, კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, მაგალითად, საჭიროება გახლავთ საგაკეთო დაკვირვებისა და უკავშირის გაზიარების ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფა, მე ვირჩევ იმ ფუნქციებს, რომელიც სურს და ნახავთ, რომ ზემოთ უკვე, როდესაც აქ მოცემული იყო წამყვანების რაოდენობა ფუნქციებით, ჯერჯერობით ისევ 0 წერია, იმიტომ რომ მე არ დამიჭერია ღილაკს ხელი მონიშნული შერჩევა. როგორც კი ღილაკს დავაჭერ ხელს მონიშნულის შერჩევა, ხედავთ, რომ იცვლება მონაცემები და თუ სადღაც 0 ეწერა, ახლა მე აღმოჩნდა, რომ მართვაში ამირჩევია 3 ფუნქცია. ხედავთ ხო ეკრანს? ყურადღებით რომ ნახოთ. კი ბატონო, აქვე გეტყვით, რომ თუ შერჩეულ ფუნქციებს კიდევ გსურთ დაამატოთ რომელიმე ფუნქცია, შეგიძლიათ ამავე ბანკიდან გააკეთოთ ეს და შემდეგ ნაბიჯზეც შეგვიძლია რომ ამ ფუნქციონალს დავუბრუნდეთ. იმიტომ რომ თუ მე ვხედავ, რომ 3 ფუნქცია ავირჩიე, მაგალითად, მართვის მიმართულებით, არადა წამყვანი მყავს 4 და მინიმუმ ვაკვალდებულება, რომ 4 ფუნქცია ავირჩიო, ბუნებრივია უნდა ჩავიდე და კიდევ რომელიმე საჭიროებიდან მართვა ადმინისტრირების ფუნქცია დავამატო. როგორც კი ამას გავაკეთებ, მოვნიშნავ თავიდან, უნდა შევიდე შერჩეულის განახლებაში და აღმოვაჩენ, რომ უკვე შერჩეულის განახლების დროს ეს ფუნქცია დაემატება. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. აქ მოვნიშნავ ბატონო. და შერჩეულის განახლებას მივცემ. როგორც დაინახეთ, შერჩეულის განახლებას როგორც კი დავაჭირე ხელი, მეოთხე ფუნქციაც დაემატა აქ. ყურადღება მივაქციოთ, რომ თუ იგივეს მოვნიშნავ, მაგალითად, აი ამას, შერჩეულის განახლებას რომ მივცემ, იქ ისევ 4 დარჩება, იმიტომ რომ უკვე შერჩეულია. ამიტომ ახალი ფუნქცია უნდა შევარჩიო მართვა ადმინისტრირებაში, დავაჭირო შერჩეულის განახლებას და სისტემა უკვე განაახლებს აღნიშნულ მონაცემს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ. მოდით ახლა გადავიდეთ შერჩეულ ფუნქციებში. რამდენი ფუნქცია შევარჩიე, ყველა ფუნქცია დამხვდა აქ. თუ მე რაიმე ცვლილება მჭირდება, რაიმე ცვლილება აი აქ კიდევ რაოდენობაში, მაგალითად, მე სპეციალური წამყვანი მასწავლებელი საერთოდ არ მყავს სკოლაში, კვლევის მიმართულება ვისაც აქვს არჩეული და 4 ავირჩია, შეიძლება დავფიქრდე, რომ 4 ვაკანსიის გამოცხადებას არ ვაპირებ, ამიტომ ისევ დავბრუნდე ფუნქციების არჩევაში, აქედან წავშალო ფუნქციები და შერჩეულის განახლებას დავაჭირო ხელი. ახლა დავბრუნდეთ შერჩეულ ფუნქციებში და ყველა ეტაპი, რაც შერჩეულ ფუნქციებში უნდა გავაკეთოთ, ერთად გავაკეთოთ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ახლა.
როგორც იცით, უკვე შერჩეულ ფუნქციებს აქვს არა მარტო სახელდება, არამედ მოდით მივყვეთ ეს გახლავთ ფუნქცია. ფუნქცია გახლავთ სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერა ინკლუზიური გარემოს შეფასებისთვის შესაბამისი საგაკეთილო დაკვირვების ინსტრუმენტების შემუშავებაში. ან ფუნქცია გახლავთ მასწავლებელთა მხარდაჭერა ისგ-ს მიზნების საგაკეთილო პროცესში ინტეგრირებასა და ადაპტირებული შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში. ან დირექციის და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მხარდაჭერა დიფერენცირებული სწავლების დანერგვის, ეფექტიანობის შეფასებისა და გაუმჯობესების ერთიანი შიდასასკოლო სისტემის ჩამოყალიბებაში. ან კიდევ ერთი, ახლა მოდით აქ პირდაპირ მივყვეთ, ეს არის საჭიროება დიფერენცირებული რესურსების შექმნისა და გამოყენების უზრუნველყოფა. ხოლო ფუნქცია გახლავთ სკოლაში არსებული სასწავლო რესურსების ეფექტიანობის კვლევა, SSSM მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ჭრილში და მიღებული შედეგების საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება. ეს არის ფუნქცია, ეს კიდევ გახლავთ ფუნქციის დეტალური აღწერა. შეგიძლიათ ნახოთ კიდევ ერთხელ. ფუნქციის დეტალური აღწერა არის იმის მაგალითი, როგორ შეიძლება დაიგეგმოს ამ შემთხვევაში, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, უფრო მეტად ჩაშლილია ამ შემთხვევაში ფუნქციის დეტალურ აღწერაში. თუმცა ამით არ შემოვიფარგლებით, მხოლოდ ფუნქციის დეტალური აღწერის შემდეგ არის საორიენტაციო გეგმა, როგორც ხედავთ, აქ საორიენტაციო გეგმა, რაც აქტივობებია ჩამოწერილი. ხა მივყვეთ რა არის საორიენტაციო გეგმა. ეს არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება დაიგეგმოს და წარიმართოს ფუნქციის განხორციელება. მასწავლებლებს შეუძლია გეგმის შეცვლა, სკოლაშიც შეუძლია ამ ეტაპზე რედაქტირება, დამატება და საკუთარ საჭიროებებზე მორგება, რათა დაგეგმილი საქმიანობა რეალურად გავიდეს შედეგებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აქ. გაითვალისწინეთ, რომ საორიენტაციო გეგმა სკოლას მიეწოდება მხოლოდ მასწავლებლებისთვის გადასაცემად და მასწავლებელი შემდეგ შეძლებს გადახედვას და მის შეცვლას და მორგებას საკუთარ საქმიანობაზე და სკოლის კონტექსტზე. ახლა აქ ხედავთ გვერდით, რომ თითოეულს უწერია რა ეტაპია და რამდენი საათია. ეს ეტაპები იგულისხმება მოსამზადებელი ეტაპია კონკრეტული აქტივობისთვის, განხორციელების ეტაპი, მონიტორინგის და რეფლექსიის ეტაპი, სამ მიმართულებად არის დაყოფილი, იმიტომ რომ კონკრეტული აქტივობისთვის კონკრეტულ ფუნქციას სჭირდება, რომ რაღაცები მოვამზადო, შემდეგ მშრალად განვახორციელო და შევაფასო, რეფლექსია გავაკეთო. ხა თქვენი ყურადღება მინდა მივიპყრო საათების რაოდენობაზე, რომელიც ყველა აქტივობას გასწვრივ უწერია. გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში, სხვადასხვა გეგმის შემთხვევაში აქტივობებს შორის საათების განაწილება შეიძლება განსხვავებული იყოს, რადგან აქტივობების შინაარსი, მოცულობა და განხორციელებისთვის საჭირო ძალისხმევა განსხვავებულია. თუმცა ასევე მინდა ვიცოდეთ, რომ ყველა წამყვანი მასწავლებლისთვის გათვალისწინებული სამუშაო საერთო მოცულობა კვირაში დაახლოებით 2 საათიან დატვირთვას გულისხმობს. ეს არის გასათვალისწინებელი. ანუ ახლა რაც წერია აქ საათების დაახლოებითი რაოდენობა გახლავთ კონკრეტული სამოქმედო გეგმისთვის, კონკრეტული აქტივობისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. მოდით კიდევ ერთხელ შეგახედებთ რედაქტირების გრაფას. ნახოთ. მაგალითად, საჭიროება გახლავთ საგაკვეთილო დაკვირვებისა და უკავშირის გაზიარების ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფა, საჭიროების რედაქტირებას თქვენ ვერ აკეთებთ. თქვენ რედაქტირება შეიძლება გააკეთოთ ფუნქციის სახელდების, ფუნქციის აღწერის და სამოქმედო გეგმის. რედაქტირება ძალიან მარტივია, შევიტან რაღაც ცვლილებებს, აქაც შევიტან ცვლილებებს და რედაქტირებულია. ეხლა წავშლი ბუნებრივი ამ ცვლილებებს არ დავტოვებ, თუმცა რედაქტირება ხდება ამ გრაფით. აქ არ აქვს არანაირი შენახვის ღილაკი, პირდაპირ შეგიძლიათ, როდესაც დაარედაქტირებთ, გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე. კიდევ ერთხელ რომ შეხედოთ, ეს არის ჩანართი შერჩეული ფუნქციები და ძირითადად ფუნქციებზე თქვენ მუშაობთ სწორედ ამ ჩანართით. კიდევ ერთხელ რომ შევხედოთ ერთად.
და კიდევ ერთხელ დაგაბრუნებთ იმაზე, რომ თუ შერჩეულ ფუნქციებს კიდევ გსურთ, აი აქ ახლა ყველაფერი გაანალიზეთ, რაოდენობებს შეხედეთ, ხედავთ, რომ სპეციალურად წამყვანი მასწავლებლის სწავლების მიმართულებაში სკოლაში საერთოდ არ ყავთ და 4 ფუნქცია აირჩიეთ, შეიძლება მოაკლოთ. თუ დაინახავთ, რომ სადღაც მაგალითად წამყვანი მართვაში 4 ყავთ და თქვენ მხოლოდ 4 შეარჩიეთ, ეს ნიშნავს, რომ არსებულ წამყვანებს უნაწილებთ მარტო. თუ თქვენ ფუნქცია გინდათ გამოაცხადოთ ვაკანტური, ბუნებრივია მინიმუმ 1 უნდა დაამატოთ. ამიტომ უნდა დაბრუნდეთ ამისთვის ფუნქციების შერჩევის ბლოკში. აქ მიმართულებების მიხედვით უკვე არჩეული ფუნქციები იქნება მწვანით მონიშნული, აი, მწვანით არის მონიშნული ყველა ფუნქცია. ასევე დაინახავთ ზემოთაც რამდენი ფუნქცია გაქვთ უკვე შერჩეული თითოეულ მიმართულებაში, აქაც ხედავთ ამას. და თუ რომელიმე მიმართულებაში ჩათვლით, რომ დამატება გჭირდებათ, უნდა აირჩიოთ სასურველი ფუნქცია, დააჭიროთ შერჩევის განახლებას და ამის შემდეგ უკვე ფუნქციებიც დაემატება ზემოთ და განახლებული რაოდენობა იქნება. კიდევ ერთხელ გავაკეთებთ თქვენთან ერთად, მაგალითად, დავამატოთ პირობითად მართვაში აი ეს და გამიმწვანდება შერჩეულის განახლება, განვაახლებ და უკვე სპეციალურ წამყვანის მასწავლებლის შემთხვევაში მართვაში 3-ის ნაცვლად 4 ფუნქცია გამოჩნდა. კოლეგებო, აქვე დავაზუსტოთ, რომ თუ თქვენ შერჩეული ფუნქციების წაშლა გსურთ, ამ შემთხვევაში მიდიხართ ურნასთან, დააჭერთ ხელს და ამ შემთხვევაში გამოვა შერჩეული ფუნქციის მოხსნა, ასეთი შეტყობინება და თქვენ შეგიძლიათ რომ წაშალოთ თუ დაეთანხმებით წაშლით შერჩეულ ფუნქციას და ბუნებრივია ეს ფუნქცია თქვენ მიერ შერჩეული ფუნქციების ბანკში აღარ იქნება. იმისთვის რომ პორტალზე მუშაობა დავასრულოთ, უნდა დავაჭიროთ ხელი Excel-ის ექსპორტს. აქ ამ Excel-ში უკვე თქვენ მიერ შერჩეული ფუნქციები ჩამოვა, საჭიროება ფუნქცია და სხვა კომპონენტები და თქვენ ეს Excel-ი ასევე დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ფუნქციები და ფუნქციის დეტალური აღწერები ასახოთ SQL-ში. SQL-ში როგორ ასახოთ ამის დეტალურ ვიდეოს უკვე ცალკე ვიდეო გზამკვლევად შემოგთავაზებთ უახლოეს დღეებში. მანამდე შევაჯამოთ პორტალზე მუშაობის სრული პროცესი. პირველ რიგში ეცნობით საჭიროებებს ამატებთ როგორც ხელით, ისე საჭიროებათა ბანკიდან, თუ ამის საჭიროება გაქვთ. შემდეგ უკვე საჭიროებებს აგზავნით რესურს ცენტრში, შემდეგ აკეთებთ საჭიროებების პრიორიტეტიზაციას, ფუნქციებს გადახედავთ და შეარჩევთ თქვენთვის სასურველ ფუნქციას მის დეტალურ აღწერას და სამოქმედო გეგმას დაარედაქტირებთ საჭიროებისამებრ, ასევე შეგიძლიათ წაშალოთ როგორც უკვე გაჩვენეთ და შემდეგ უკვე ფუნქციებს ასახავთ SQL-ში, ფუნქციებს და ფუნქციის დეტალურ აღწერებს. მინდა გვახსოვდეს, რომ პორტალი არ განსაზღვრავს, რა ფუნქციები უნდა შეარჩიოს სკოლამ. ის სკოლა საკუთარი საჭიროებების, პრიორიტეტებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. საბოლოო არჩევანს კი თქვენ აკეთებთ საკუთარი საჭიროებების, პრიორიტეტებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ბუნებრივია. უნდა გვახსოვდეს ორი მნიშვნელოვანი თარიღი, 2 სექტემბრის ჩათვლით თქვენ რესურს ცენტრში აგზავნით პორტალიდან სკოლის საჭიროებებს, ყველა საჭიროებას უკლებლებთ, 14 სექტემბრის ჩათვლით კი პორტალიდან წამყვანის ფუნქციებს შეარჩევთ და SQL-ში ასახავთ ფუნქციებს და ფუნქციების დეტალურ აღწერებს. ანუ პორტალზე მუშაობის ორი მნიშვნელოვანი თარიღია 2 სექტემბრამდე საჭიროებების დადგენა და გადაგზავნა რესურს ცენტრში, ხოლო 14 ოქტომბრის ჩათვლით ფუნქციებზე მუშაობა და SQL-ში ასახვა. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ.